მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი საჯარო გაშლის თემა მინდა მიუძღვნა ესეთ შეკითხვას, ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის? ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვიზეც გსურთ რომ ეს გაშლა მოისმინოთ. იფიქრეთ ამ ადამიანზე. ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის. ჯერ ვნახოთ ურთიერთობა, რას მოიტანს, რა ეტაპზეა საერთოდ რა ურთიერთობაში იმყოფებით ერთმანეთთან და აი ამ იდენტიფიკაციას თუ დაემთხვევით, მერე განაგრძეთ ყურება. ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. სამიანი კვერთხები, ორიანი თასები და სამიანი პენტაკლები. გაშლა ძირითადად ეხება ადამიანებს, აინახეთ როგორი დელფინებია, რომლებიც იმყოფებიან სასიყვარულო ურთიერთობებში, არკანი იმპერატორი და არკანი ძალა. საოცარი გაშლა გვაქვს ახლა ჩვენ აქ. დასტის ბოლოს გვაქვს თასების მეფე, ცხრიანი თასები და ცხრიანი ხმლები, ასევე ჩამოკიდებული კაცი. მოკლედ, მეგობრებო, აქ არის ესეთი სიტუაცია, ვის ეხება ეს გაშლა, მოკლედ. ეს გაშლა ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც წლები აგრძელდება, ან დიდი ხანია დაწყებულია. შეიძლება დიდი ხანი ერთმანეთს იცნობთ. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ურთიერთობა ნაპერწკლის დონეზე, აი რაღაც ქიმიის დონეზე ახალია. შეიძლება ასე ითქვას. აქვე ყველასთვის არ იქნება, მაგრამ ბევრისთვის გადათამაშდება ისე, რომ არსებობს სამკუთხედი ურთიერთობები და განსაკუთრებით სამკუთხედ ურთიერთობებში გვევლინებიან აქ ქალბატონები, იმიტომ რომ აქ ქალის სახით არის გამოსახული ეს პროცესი. ანუ ან ქალს ყავს დაუშვათ ოჯახი, ან ასე შემდეგ. პიროვნებები, რომლებიც შეხვდით თქვენ ერთმანეთს, აგერ არის პირდაპირ ორი უმაღლესი არკანი იდენტიფიკაციის სახით, არკანი ძალა და არკანი იმპერატორი. ეს არის ეს მეოთხე ენერგია, ეს მერვე ენერგია თუ ატყობთ. რეალურად ეს არის ორი უძლიერესი ენერგიის შერწყმა, შეხვედრა და აი რაღაცა შეხვედრის მომენტში თითქოს ორი ატომი ერთმანეთს რო შეასკდება და რაღაც ახალი გამოთავისუფლებული ენერგია რო წარმოიქმნება, აი ზუსტად ეგ შემთხვევა ახლა აქ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დასტის ბოლოს აქ ჩვენ ვხედავთ მამაკაცის მხრიდან თასების მეფის ენერგიას და ცხრიან თასებს, ეს ნიშნავს მოცემულობას, რომ მამაკაცი ამ ეტაპზე თქვენ მიმართ ან ურთიერთობაში, სადაც ხართ, მოკლედ მამაკაცებო, თქვენ გაქვთ გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ და ეს გრძნობა არ არის არანაირად მსგავსი იმისა, რაც გამოგიცდიათ. თუმცა ამ გრძნობას ახლავს უდიდესი სირთულე, იმიტომ რომ თუ არ გამოგიცდიათ, არ იცი როგორ უნდა მოიქცე, იმიტომ რომ არსებობს ძალიან, თუ აქ სამკუთხედია, მით უმეტეს არსებობს დაბრკოლება, რომელიც ნაბიჯების გადადგმაში ხელს გიშლით იმ ტემპით და იმ სისწრაფით დაუშვათ, რაც გინდათ და აგერ აჩვენებს კიდეც ჩამოკიდებული კაცის ენერგიას, ანუ ვერ ახერხებთ იმ დონეზე სწრაფად განავითაროთ პროცესი, როგორც თქვენ ამას ისურვებდით. თუმცა აქვე არის ის, რომ შეუქცევადია ეს გრძნობა, შეუქცევადია ეს ემოცია. შეიძლება იყოს მომენტები, როდესაც ცდილობთ რაღაც ნაბიჯის უკან გადადგმას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, საკუთარი თავის რაღაც ხელში აყვანას, რომ აი არ გადაეშვა თავით, რაღაც ესეთი გონიერების შემოტევები რო გაქვთ ხოლმე. პერიოდულად შეიძლება იყოს ეს თემა, მაგრამ რეალურად აქ მოცემულობა არის ძალიან ღრმა კარმული ურთიერთობების შემთხვევა გვაქვს სახეზე. და კარმული ურთიერთობებისგან ესე მარტივად თავის დაღწევა
არც თუ ისე ადვილი ამბავია. აქ სხვადასხვა ქალი გვევლინება მასწავლებლის როლში. უმრავლეს შემთხვევაში გადათამაშდება ესე. მით უმეტეს ქალის მხრიდან არის დაბრკოლება, რასაც აქ აჩვენებს, ქალი იქნება მასწავლებლის როლში აუცილებლად. ქალი, რომელიც არის წამყვანი, ასე რომ ვთქვათ, ოღონდ წამყვანი როგორ იცით, არა რაღაც ესეთი ლიდერული უნარებით, შეიძლება ესეც აქვს, იმიტომ რომ აქ აჩვენა ძალის ენერგია, გაჩვენოთ ერთი წუთი ის ძალის არკანი სად იყო. აი ლომისა და ქალის თემა სად იყოს, რომ აი ნახეთ რა საოცარი ძალის არკანია. ანუ ლომი და ქალი რა რეალურად და ეს ლომი აკონტროლებს, ეს ქალი აკონტროლებს ამ ლომს. ეს თქვენ ხართ და აქ აჩვენა კიდეც იმპერატორის ენერგია. ანუ თქვენც არანაკლები ძალა გაქვთ და ის რომ ქალი აკონტროლებს ამ პროცესს, ეს არანაირად არ აკნინებს თქვენს მოცემულობას. უბრალოდ ქალის ენერგია არის ძალიან მაღალ ვიბრაციული ამ შემთხვევაში. და ამას აუცილებლად თქვენ იგრძნობთ პირველივე ურთიერთობისას მასთან, ანუ ძალიან მაღალ ვიბრაციულ ენერგიებშია ეს ადამიანი. ვიზეც ჩავიფიქრე. მოკლედ ეს თუ რეზონირდა, ჩაიფიქრეთ. უბრალოდ ეს თუ რეზონირდა, წინა გაშლა, მაშინ ამ გაშლას თქვენ უყურეთ. თუ არა, ამ შემთხვევაში ეს გაშლა თქვენი არ არის და სულ ვიმეორებ, რომ შემოიტანთ თქვენ სივრცეში სხვის ენერგიას, მოусმენთ ისეთ გაშლებს და მე ეცდებით, რომ საკუთარ თავს მოარგოთ, რაღაცა ამოკრიფოთ, რაღაცა შეერთოთ, რაღაცა გააერთოთ, არ ქნათ ეგ. უამრავი გაშლა იდება საჯარო სივრცეში, თუ ჩემი თუ სხვისი, მოძებნეთ ის გაშლა, რომელიც თქვენია და უყურეთ იმ გაშლას, რომელიც თქვენია. ოკეი. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და ვნახოთ ახლა ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის. არკანის სულელი. 8-იანი თასები, 10-იანი თასები. ეს ადამიანი თქვენში არის სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. იმდენად ახალი ეტაპის დასაწყისი, რომ წეღან რო ვთქვი, რომ აი რაღაცა არ იცით და არ გიგრძნიათ მსგავსი არასდროს არაფერი, ეს არის. ეს ადამიანი არის თქვენი ოჯახი, თქვენი სულის ნაწილი, თქვენი არ არის გამორიცხული აქ რო იყოს სხვათა შორის წინა რეინკარნაციებში უკვე არსებული ურთიერთობები, რომლებიც კიდევ ერთხელ დაბრუნდა გამოცდების სახით, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც მოაქვს ყველა ტკივილი გაქრება ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს. აბსოლუტურად ყველაფერი გავიწყდებათ და სრულად ხართ მისი ენერგიით მოცული, ხო? ვინ არის ეს ადამიანი? კიდევ ნახოთ თქვენთვის. არკანი ძალა მოვიდა ისევ, ანუ უბრალოდ დააკვირდით, რამდენჯერ მეორდება ეს ენერგია. გითხარით, აქ არის ქალი აუცილებლად წამყვანი და აუცილებლად ამ ადამიანს აქვს უდიდესი შინაგანი პოტენციალი, უდიდესი, იმდენად ძლიერია ეს ადამიანი შინაგანად, რომ მე ვიტყოდი, რომ სხვათა შორის თავის თავს არ იცნობს თქო ვერ გეტყვით. თავის თავს ძალიან კარგად იცნობს, თუმცა აი ეს შინაგანი სიძლიერე მისი გარეგნული ფემინური იერსახით ზოგისთვის ძალიან ისეთი ხდება. ანუ გონიათ რომ მარტივია ამ ადამიანთან ურთიერთობა, ნუ აი როგორი მსუბუქია, როგორი ლაღია, რაღაც ესეთი, ამ დროს სინამდვილეში ეს ესე არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ღრმა, ქალური და მსუბუქი ენერგიებით ცვლის ყველაზე ღრმა და ფუნდამენტურ შრეებს ადამიანების ცნობიერებაში. ნახოთ, აგერა შეყვარებულების არკანი ისევ, არკანი 2-იანი თასები. და არკანი კვერთხების დედოფალი. ვინ არის ეს? ნუ ალბათ მამაკაცები უყურებთ ამ გაშლას? არ ვიცი. ამ ბოლოს კი მოიმატა ისე მამაკაცმა მსმენელებმა ჩემს ყველა არხზე, ესე ერთბაშად, ძალიან საინტერესოა. აქამდე თუ რაღაცა ქალები ჭარბობდნენ, ეხლა თითქმის განახევრდა ეგ ამბავი. შეიძლება მართლა მამაკაცები უყურებთ. აგერ არის ქალბატონი, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ნუ ქალბატონებო თქვენ შეაბრუნეთ, მაგრამ ნუ მე ვხედავ, რომ ეს გაშლა არის იდეაში მამაკაცებისთვის. აქ არის როგორი სიტუაცია? ეს არის ქალი,
საოცრად ცეცხლოვანი, საოცრად უნებიანი, ძალიან დახვეწილი და ამ დროს ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიზანსწრაფული და მიზანდასახული. მისი ყველა ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრებაში დგამს, ან ფიქრი, რომელსაც ფიქრობს, არც ერთი არ არის რაღაცნაირი ესეთი, აი უმიზნო, უმისამართო და რაღაც აი უბრალოდ განწყობის დონეზე შექმნილი. ყველაფერს აქვს თავისი შესაბამისი მიზეზი. არკანი განდეგილი. ეს თქვენი ენერგია უკვე. ეს მამაკაცის ენერგიაა. სხვა შორის ქალბატონებო, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვინ ხართ მისთვის. ეხლა კი ვსაუბრობ ვინ არის ის თქვენთვის იდეაში თუ კაცები უყურებთ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ მისთვის, ამასაც გაიგებთ ამ გაშლით ქალბატონებო. აი ესე შეგვიძლია ეს გაშლა წავიკითხოთ. ეს როგორც უკვე გითხარით, მამაკაცის ენერგია, აქ არის განდეგილის ენერგია, გრძნეულის ენერგია, არქეტიპულად შეიძლება აქ ჩაითვალოს, რომ ჰადესის ენერგიაც არის ნაწილობრივ, ან უდიდესი სულიერი მოძღვრის ენერგია, რომელსაც აქვს ეს ძალიან მაღალი სულიერი გამოცდილება, ცხოვრებისეული, თუმცა მისი გამოცდილება არის საკმაოდ მტკივნეული და ეს საკმაოდ მტკივნეული გამოცდილება აიძულებს ამ ადამიანს ჩაიკეტოს თავის ნაჭურში. იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანი დაიხურა იმ მიზნით, რომ აღდგეს. ანუ რაღაცა ის გარდამავალი პროცესია, თავიდან დაბადების პროცესია, უბრალოდ თავიდან რომ დაიბადოს ადამიანი, ამას ჭირდება თუნდაც 9 თვე, ხო, ჩასახვიდან 9 თვე, რომ მომწიფდეს რაღაცა პროცესი და მერე დაიბადოს. აი ესეთ ენერგიაში იმყოფებიან მამაკაცები, ანუ შეიძლება რაღაცა ცხოვრებისეული სირთულე, ეტაპი ეხლა მიდის დამუშავებაში თქვენ შემთხვევაში. სამბავე ორიანი კვერთხები აგერ არის კი ბატონო, აი თქვენ გახართ ფაქტობრივად, თუმცა იმედი ძალიან დიდი გაქვთ, ზუსტად იცით რომ ეს რაღაცები გამოვა, რაც მიზნად გაქვთ დასახული, ანუ ზუსტად იცით რომ ის ჩაფიქრებული მიზნები და სურვილები ახდება და აგერ აჩვენებს კიდევაც ორიან კვერთხებს. ანუ ისე არ არის რომ არ ფიქრობთ რომ რაღაც მიზანი მაქვს, უბრალოდ იმედი მაქვს გადაწურული და არ ვიცი რა ვქნა და ასე შემდეგ. ესე ნამდვილად არ არის. ხუთიანი თასები, თუმცა არის რთული მომენტები, როდესაც საკუთარ თავს უყურებთ. შეიძლება რაღაცნაირ სინანულის განცდა გაქვთ, აი როგორც ამ მამაკაცს ნახეთ, აი აქ როგორც წესი ხუთიანი თასების არკანზე ხოლმე ხშირად გამოსახულია ქალები, მაგრამ აი ამ დასტაში გამოსახულია მამაკაცი. შიშველი, დაუცველი, შეურაცხყოფილი, ფეხქვეშ გათელილი. აი ეს არის თქვენი მამაკაცური ეგო, რომელიც ბევრ მომენტში უბრალოდ შეილახა, უბრალოდ გადაგიარეს. ან თქვენ გაქვთ ეგეთი განცდა, რომ გადაგიარეს. ნახოთ კიდე რა ხდება აქ. პენტაკლების ტუზი მოდის აქ. ვინ არის მის? აგერ ქურუმი ქალი. გითხარით ეს ქალი არის წამყვანი თქო, აგერ არის ქურუმი ქალი, უმაღლესი ქურუმი. ეს არის ზე ინტუიციური პიროვნება. ეს არის ადამიანი, რომელიც გრძნობს მატერიას და მატერიის შეგრძნება ხდება აბსოლუტურად პირდაპირი კონტაქტის გარეშე. ანუ არ ჭირდება ამ ქალს რომ რაღაცას ხელი მოკიდოს, იმისათვის რომ შეიგრძნოს. ანუ ზუსტად იცის წყლის ენერგია, ჰაერის ენერგია, ადამიანის ენერგია, ანუ ადამიანს რო ხედავს, აი ეს პირდაპირ შეუძლია დაასკანეროს და დაუშვათ ნახოს რა და როგორ არის, ხო? აი ზუსტად ესეთი მოცემულობის ადამიანია ზე ინტუიციური პიროვნება აქ. და პენტაკლების ტუზის ენერგიით მოდის ახლა ეს ქალბატონი ამ ადამიანს თქვენთან მოაქვს. თუ კარგად მოიქცევით, რა თქმა უნდა, მოდი ესე ვიყოთ, რა ქვია, ობიექტურებიც ვიყოთ. თქვენთან მოაქვს საოცარი წყალობა. საოცარი ჯილდო მოაქვს და ამ ადამიანს, სხვათა შორის და ზოგადად ამ ენერგიის მქონე ქალებს, ძალა და ქურუმი ქალი ერთად რომ მოდის, რა თქმა უნდა კარმულია და კარმული რას ნიშნავს, როგორც კი მოიქცევით ცუდად, 10-ჯერ უფრო მეტად მწარეთ დაგიბრუნებთ ცხოვრება. ეს ადამიანი არ არის პიროვნება, რომელიც სამაგიეროს გადაგიხდით, მაგრამ აუცილებლად გაიხსენებთ ამ ადამიანს, როცა ცხოვრებაში ცხვირს მოიტეხთ, ეგრევე დაუკავშირებთ, რომ ეს იმის გამო ალბათ მინიმუმ და თუ მაქსიმუმ ზუსტად მიხვდებით, რომ ის არის. ოღონდ ეს ადამიანი არ არის პიროვნება, რომელიც ასე ვიღაცას ცუდს უსურვებს, დაწყევლის მიზანს ჩადებს და ასე შემდეგ. არა, ეს ადამიანი თავის ენერგიას ამით არასოდეს არ დაიბინძურებს, ჩემო ძვირფასებო.
უბრალოდ წავა თქვენი სივრციდან და მისი წასვლის პარალელურად თქვენ სივრცეში აი თითქოს ყველა შუქი ჩაქრება იმ სცენაზე, სადაც თქვენ იდექით და გეგონათ, რომ თავარ როლს ასრულებდით. აი ესეთი მოცემულობა აქ. იმიტომ რომ თქვენ გაჩვენებთ აქ მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის ენერგია გაქვთ და მიუხედავად იმისა, რომ განდეგილის ენერგიით ხართ წარმოდგენილი, მე წეღან გაშლის დასაწყისშივე ვახსენე, რომ მამაკაცები ამ თამაში თამაშობენ მეორე ხარისხოვან როლს. თუმცა ქალი არის იმდენად ჭკვიანი, რომ თქვენ გჯერათ, რომ თავარ როლში ხართ. არკანი მაგი მოვიდა აქ. და არკანი იეროფანტი. დაუშვათ თუ გავაგრძობთ იმ ლოგიკას, რომ თუ ამ ქალს დაუშვათ მიყვებით, აგერ არის კვერთხების რაინდის პოზიციიდან, რომელიც არის რაღაცა ბავშვური პოზიცია, ცოტა არასერიოზული, ცოტა ისეთი სუბუქი ცხოვრებას რო დინებასავით მიყვებით, ანუ რაც მოხდება, თქვენ გადადიხართ ამ ორ უძლიერეს ენერგიაში, არკანი მაგი და არკანი იეროფანტი. უმაღლესი სულიერი მოძღვარი, უკვე განდეგილისგან განსხვავებით ეს მოძღვარი თავის თავს ჩაკეტილი არ არის, არამედ ეს არის უმაღლესი სულიერი მასწავლებელი, ლიდერი, რომელიც თავის ცხოვრებისეული გამოცდილებით, ეს ადამიანი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არ არის. ეს თქვენ ხართ. მაგრამ თუ ამ ურთიერთობას მიყვებით, თქო ისე როგორც საჭიროა, თქვენ გადადიხართ უკვე იეროფანტის ენერგიაში. იეროფანტი უკვე არის ადამიანი, რომელიც მზად არის გააზიაროს გამოცდილება, მზად არის თავისი ცხოვრებისეული ტკივილები გამოცდილება დაქციოს სხვა ადამიანებისთვის და დაეხმაროს, რომ ფეხზე წამოდგეს. და ეს არის მაგი, ალქიმიკოსის ენერგია, რომელიც თავისივე რეალობის შემოქმედი ხდება. ანუ ადამიანი, თქვენ ხდებით ეს მისი დახმარებით, ადამიანი, რომელიც ქმნის საკუთარ ცხოვრებას, საკუთარი ხელებით და აღწევს ძალიან დიდ წარმატებას. მოდი ამოვიღოთ ბოლო არკანი. ვინ არის ის ადამიანი თქვენთვის? და ვნახოთ რა ხდება. დავასრულოთ ეს გაშლა. ბოლო არკანით მანახე ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის. არკანის სამიანი კვერთხები, ისევ რითიც დავიწყეთ გაშლას, უპირველი იდენტიფიკაცია ისევ ეს არის ახალი დასაწყისის ენერგია, ჩემო-კარგებო. ამ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში შემოაქვს სრულიად ახალი რეალობა და თქვენ მამაკაცებო ხდებით პენტაკლების მეფე. თქვენ ხდებით ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა, საკუთარი სტატუსი, აი ეს ყველაფერი მოკლედ რისთვისაც იბრძოდით, რაც გინდოდათ, რა აღიარების მოპოვებაც გინდოდათ, ამ ადამიანს შეუძლია ღმერთმანი. პენტაკლების მეფე, არკანი შეყარებულები, არკანი ოჯახი, ანუ ეს არის ადამიანი, რომელთანაც ისურვებდით მთელი დარჩენი ცხოვრების გატარებას, არკანის სიკვდილი, არკანი თასების მეფე და არკანი პენტაკლების 6-იანი არკანი იმპერატორი ქალი ვეღარ ვამთავრებ, არკანი ზომიერება. ეს არის თქვენი სულის მეორე ნახევარი. ამით დავასრულებ, მეც აღარ გავაგრძელებ, თუმცა ურთიერთობა ნამდვილად ძალიან კომპლექსური, ჩახლართული და თქვენ ეგოზე გამავალი იქნება ჩემო ძვირფასებო. ეს ეხება მამაკაცებს. ეს გაშლა ქალებისთვის არ არის. ქალებო შეგიძლიათ მისმინოთ და თქვენი ეგო დაიკმაყოფილოთ, დანარჩენი მამაკაცებო წადით ისწავლეთ გაკვეთილები. ოღონდ არ მიწყინოთ, რა თქმა უნდა, ხუმრობ. შევხვდებით ძალიან მალე, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და მადლობა რომ მისმენთ. დროებით.